ეხლა რაც შეეხება ხარისხს თვითონ სამსახურის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას ჩვენ გავაკეთეთ ორჯერ ასეთი კვლევა USAID-ის დახმარებით და რა გამოვიდა ამ კვლევის შედეგად ყველა კატეგორიის ხალხს ვინც ჩვენი სერვისი მიიღო კითხეთ აი ამ კატეგორიის მიხედვით მომართვის ავტორებს საკმაოდ ეხლა საინტერესო შედეგი მივიღეთ ამით სურათი პროსტო და რა დავინახეთ ჩვენ რომ ხალხი კმაყოფილია სერვისით იმიტომ არის შედეგით არ იყოს კმაყოფილება სერვისით კმაყოფილება აი უყურეთ მოვიდა დააყენდა საკითხი და ვეუბნებით ჩვენ მაგას დროს კარგავთ ამაზე ხარჯავთ პროსტორად რომ შენ ეს არ გეგვითვის თავიდან იღებს ემოციურად მაშინ რა ეს და რატომ არის და ნუ ამაზე მიდის დრო მაგრამ საბოლოო ჯამში რო ეკითხები და მან მიიღო ეს თავაზიანი პასუხი და ჩვენთან კარგ ფსიქოლოგიურ მომზადებასაც უკეთებთ იმ ადამიანებს ვინ ტელეფონზე მათ ესაუბრება რომ თქვათ იყვნენ შვიდად და ასე შემდეგ ეს ეგრეა სამწუხაროდ ამიტომ შეიძლება არ მიიღო მან სარგებელი მაგრამ უკვე მომსახურებით კმაყოფილი იყო ეს დავინახეთ ესეთი სურათი რომ კმაყოფილება ახური არის მეორე მომენტი ჩავერიეთ და მიიღო მომსახურება რა თქმა უნდა ამ შემთხვევაშიც კმაყოფილია და იმ პირველ კატეგორიებს მე რომ ვამბობ ძალიან მნიშვნელოვანია მაგის თითქოს არ არის სადაა ყოველ სამაგიეროდ ინფორმაციას აძლევ და ათვიცნობიერებ ამ ადამიანს ის მერე თავის ოჯახის წევრს ეუბნება აქ ოჯახური აქვს სიგარების გვაქვს გამოდაზრდაც ოჯახზეა ის ვაუჩერი გამოწერილი და ზოგადად 6 წევრი არის ამიტომ ამას თავისი ეფექტი აქვს თავარია ჩვენამდე მოვიდეს აი ეს მინდა გითხრათ რა თავარია ეს ადამიანებმა ამ სერვისით ისარგებლონ თავარია რომ მივაწვდით მათ ყველამ ერთად ხმარდა ახლა ინფორმირებულობა რომ საერთოდ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხია ეს ფაქტია ხო ინერგება ეს დროთა განმავლობაში